მე ვარ ეკატერინე ვარდმანიძე 5 წლის. ჩემი საყვარელი საქმე არის წადლაკი, სიმღერა, ცეკვა, თიხა და ხატვა. ყველაზე უფრო მიყვარს წადლაკის თამაში. 1 წელია დავდივარ წადლაკის წრეზე. ჩემი მასწავლებელია ბადლი ბოლქვაძე. ხიალულია, წყვიანია, მაღალია, კარგია და ტკბილია. სამივეთი ძალიან ბევრი რამე მასწავლა. რაღაცებს ვალაგებდი და ვაწმევდი მეფეს ლაზიერს და ძალიან დავიღალე დალაგებაში. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი. ჩემი აზრით მეტი ფიგურა პაიკი, იმიტომ რომ 8. მე უფრო მიყვარს თეთრებით თამაში. იმიტომ რომ მე თეთრი ფერი მიყვარს. მინდა ბალე მქონდეს შეძიბრება. მაინტერესებს პირველ ადგილზე თუ გავალ. ბადლი მასწავლებელისთვის ძალიან მომიგია. იმიტომ რომ სხვა ბავშვები ეთამაშებიან არცალია და ისინი 2 წელია დადიან. მე რო ვეთამაშო ყველა პარტიას მოვგებ. წადლაკის წრეზე მყავს 3 მეგობარი. თამარი მყავს, კიდევ სტაფიენა და კიდევ ალექსანდრე. მეგობრობა არის, როცა ერთად ხართ. როცა მხიალულად ხართ, როცა კარგად ხართ. მე ახლა მყავს 48 მეგობარი. მინდა მყავდეს 58. მე ვარ კარგი გოგო და ყველას ვუყვარვარ. იმიტომ წადლაკზე კარგად ვიქცევი, ყველგან ვიქცევი კარგად. კიდევ ვარ ლამაზი და პლანცია. მე ვგავარ პრინცესა ძასმის, იმიტომ რომ იმასაც სავით მები აქვს და ცემსავით მოკლე. მე ვიპლანწები ასე ვდგები სალკესთან ვიპლანწები პამადას ვიცმავ, თმას ვივარცხლი, კაბას ვიცმავ და მერე გავდივარ დაბადების დღეზე საათმე არ მიყვარს, სადღაც წასვლა იქ გავდივარ. ბაღსი კარგია, მაგრამ მინდა წავიდე სკოლაში მალე. ბაღსი ყველაზე მეტად მომწონს თამაში, საბზარეულობა, კუბიკებით თამაში. ჩემი ყველაზე საყვარელი თამაშია კუბიკებით თამაში. შემინება რომ იყოს აუგზავნდი მგელობანას. იმიტომ არ მიყვარს, რომ მე არ მინდა ვიყო მგელი. მე კიდევ მიყვარს ხატვა და ძერწვა. მე დავდივარ სტუდიაში და მასწავლებელს ქვია თაკო. კარგი გოგო, ტკბილი გოგო, კარგი გოგო, ძალიან კარგი გოგო და რასაც ვერ ტყვით, იმას გვიკეთებს. მე ვიცი სახლის ხატვა, ბუჩქის ხატვა, კიდევ ფარდის ხატვა, კიდევ მაგიდის ხატვა, სკამის ხატვა. მე ყველაზე მეცნიერება და ხატვა დედამიწაზე. ყველაზე ადვილია ბუჩქის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი. არ მიყვარს სავით ფერი, იმიტომ რომ ის სავია და ძალიან მუქია. ხატვა ადვილია, მაგრამ ძერწვაც მიყვარს. მიყვარს გოგონის გამოძერწვა, იმიტომ რომ ეხლა უნდა გამოძერწო და ძალიან მოინტერესებს როგორი გამოვა. თერო ძახსი ნახატებია და მინდა გავხიდო. ახლა სულ მაქვს 58 ნახატი. თითო ნახატი მინდა გავყიდო 20 ლარსი. ბევრი ფული რომ მექნება, მინდა ვიყიდო პლანშეტი, იმიტომ რომ ჩემი მამა გემზეა, მაგრამ ვერ პოულობს. 1 წელია ჩამოსულა და ძალიან მენატრება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ბაბუ, ჩემი ძმა და ჩემი მამა. და ჩემი ბაბუ და ჩემი ბებო და ჩემი დედა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და 3 ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ნატა. ნატალი ხშირად მოდის ჩემთან და არის ჩემი ბიძაშვილი. ის არის ლამაზი, მხიარული პლანცია, კაი გოგო და ტკბილი. ნატა რო გაიზრდება, ალბათ გამოვა მხატვარი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად ხატავს.
ჩემი ძმა არის 1 წლის და ქვია დათუნა. დათუნა არის მტირალა, წამელი, ცელქი და უნდალო სევიდეს სირბილსი. ის ალბათ გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის კაი, უსიმსალოა, კაია და კაი მამიკოა. ყველაფერს მისულულებს და მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მძლურველი და კარგი და ტკბილი. მან მასწავლა საწმელების გაკეთება. პირველად საწმელი რო გავაკეთე, ვიყავი 2 წლის. ეს საწმელი იყო კექსი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ხარცოს და სალათას. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უნდა სევიდე. ახლა ვარჯიშობ და ცემით ვიგონებ ილეთებს. ბოლოს გამოვიგონე ეს ილეთი. სიმღერაც მიყვარს და ვარ ნიჭიერი. ჩემი საყვარელი სიმღერა აბაჯა. სადასნული ძოხი რომ მქონდეს, ვეტყოდი გამახდინე ფენია. ინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საცუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საცუქარია ლოლის სახლი და თვითონ ლოლი. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა საცუქარი და დედასთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი და